მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით კიდევ ერთი საბრძოლო კვირით. ამჯერად ლონდონიდან გადმოვხდებით პირდაპირ სიეტლ ვაშინგტონში, სადაც მეინ ივენთი გვექნება ისრაელ ადესანია ჯო პაიფერის წინააღმდეგ. საშუალო წონის ყოფილ ჩემპიონ ისრაელ ადესანიას არც თუ ისე კარგად აქვს ახლა საქმე და ნახოთ მოახერხებს და შეძლებს თუ არა დაბრუნდეს ის მოგებების სერიაზე. მეორე მხარეს კი გვყავს მშიერი პროსპექტი ჯო ბოდიბექს პაიფერი, რომელიც შეეცდება თავისი მოგებების სიაში მიიმატოს უმაგრესი სახელი ისრაელ ადესანიას სახით. ამ ქარზე კომეინი გვაქვს ქალბატონების დაპირისპირება ალექსა გრასო მეისი ბარბერის წინააღმდეგ რემატჩი. ქარზე ასევე ვიხილავ დაუმარცხებელ მიდლვეით მანსურ აბდულ მალიქს, რომელიც დაუპირისპირდება ძალიან გამოცდილ კიკბოქსიორ იუსრი ბელგაურის. ასევე უნდა ვთქვა, ამ ქარზე გვეყოლება ტერენს მაკკინი, მებრძოლი, რომელიც ყველა MMA ფანს უყვარს. შვენიერი ქარდია საერთო ჯამში, არც თუ ისე გადატენილია ეს ქარდი ცნობილი სახეებით, მაგრამ საბოლოო ჯამში სულ არაფერს ჯობია რა. მე მაინც ყველა შემთხვევაში ნებისმიერი fight night-ი მირჩევნია, ხო და რას ვამბობდი, ვიღაცა შემომივარდა. სულ არ იყოს არაფერი, მაგას მირჩევნია ისევ რაღაცა ქარდი მაინც იყოს საყურებელი იქნება. სანამ ამ სიეტლის ქარდის განხილვას დავიწყებთ, ორი სიტყვით მინდა შევეხოთ ლონდონის ქარდს, განვლილი ლონდონის ქარდს, სადაც ჩემმა პროგნოზებმა საკმაოდ გაამართლა. 11-2-ზე წამოვიდა, ანუ 11 სწორად ვთქვი და 2-მა არ გაამართლა. კაი ქარდი იყო ლონდონის საბოლოო ჯამში, კაი გამოვიდა. ყველაზე მეტად რასაც ვფიქრობდი მაგ ქარდზე და ყველაზე მეტად რისიც მჯეროდა ის მარტივად წამოვიდა. იუო ბარანიევსკიზე თუ ნახეთ რეივიც ვილაპარაკე წინა ვიდეოში, ჩემ წინა ვიდეოში ძალიან გამართლდა. რაღაც ბილეთები მეწერა ამ ქარდზე, იქიდან გამომდინარე, რაც ვილაპარაკე წინა ვიდეოში და წამოვიდა, დაждდა. TikTok-ზე მედო ამის შესახებ და ძალიან გამოხმაურება მოყვა. ამიტომაც გადავწყვიტე ცალკე ვიდეო ჩავწერო, სადაც ანუ ბეთინგის მხრივ ვილაპარაკებ. ჩემი გამოცდილებით შევადგენ ბილეთს, ერთს ან ორს ან არ ვიცი, მოკლედ გადავიღებ ახალ ვიდეოს და ანუ ვისაც დაგაინტერესებ, ვინც ბეთაობთ და გამოჩნდა რომ ბევრი ხართ ასეთი, შეიძლება რამეში დაგეხმაროთ ჩემი ნალაპარაკები, ჩემი ნააზრევი, ჩემი განხილვა და მოკლედ ერთად შევადგინოთ ბილეთები. ეს ვიდეო მინდა ცალკე იყოს, იმიტომ რომ აქ პიკები, რასაც ვაკეთებ, ანუ ბეთინგ პიკები არ არის რა. ეს არის უბრალოდ რომელი მებრძოლიც მგონია რომ მოიგებს, თუმცა შეიძლება ბევრჯერ ხდება ხოლმე ესე რომ თქვათ სხვა ბეთი, ანუ ერთი მებრძოლი ავირჩიო, მაგრამ მეორე მებრძოლზე გავაკეთო ბეთი, იმიტომ რომ უფრო კარგი ფასი აქვს რა, value რაც არის. უფრო დაწვრილებით ამაზე იმ შემდეგ მეორე ვიდეოში ვილაპარაკებ, აქ აღარ გავაგრძელებ. აქ ისევ დაუბრუნდები ტრადიციულ განხილვას და ტრადიციულ პიკებს და მოკლედ დავიწყოთ ნელ-ნელა ამ ქარდის განხილვა, თუმცა სანამ დავიწყებდეთ მინდა გთხოვოთ რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ ჩემი არხი, თქვენ ამით მოტივაციას მაძლევთ რომ უფრო მეტი ვიდეოები გავაკეთო, უფრო მეტი ვიდეოები გადავიღო და შესაბამისად თქვენი ამ ლაიქებით დამეხმარებით რომ უფრო განვითარდებ. მადლობა წინასწარ. ტრადიციულად ზემოდან ქვემოთ მივყვები, ისრაელ ადესანიამ middleweight-ის ყოფილი ჩემპიონი დაუპირისპირდება კონტენდერს, middleweight-ის კონტენდერ ჯო პაიფერს. იზიმოდი სამკაციანი losing streak-ით, იმის შემდეგ რაც სტრიკლენდთან დაკარგა ქამარი, ორჯერ დაფინიშდა დუპლესისთან და იმავოვთან. არც თუ ისე კარგი დრო აქვს მას თავის კარიერაში, ნელ-ნელა გადადის მისი ხანა. ნახეთ ჩვენ ბოლოს იმავოვთან ისეთი TKO-ი წააგო, მგონია რომ თავის ნახევარია დარჩენილი ახლა. არადა მაგ ჯგუფში თავიდან მშვენივრად გამოიყურებოდა, მეორე რაუნდში დაფინიშდა. პირველი რაუნდი ასე თუ ისე კარგად ჩაატარა და მეორე რაუნდში ისეთი დარტყმა გაატარა, რომ აი 4-5 წლის წინ ადესანია მსგავს დარტყმებს ხედავდა 5-10 წამით ადრე და შანსი არ მგონია რომ მსგავსი დარტყმა ადრე გაეტარებინათ იზისთვის, მაგრამ ეხლა იქიდან გამომდინარე თუ რა ასაკშია იზი და რამდენი ბრძოლა აქვს გამოვლილი, მგონია რომ დაეტყო ეს ყველაფერი რა და ზუსტად მაგიტო წააგო ის ჩხუბი იმავოვთან. მსგავსად იმავოვის ჩხუბის დუპლესისთანაც
კარგად გამოიყურებოდა თავიდან, მეოთხე რაუნდში დაფინიშდა დუპლესისთან, მაგრამ მანამდე მშვენივრად გამოიყურებოდა, კარგად ედგა დუპლესის. ერთი მსაჯის თვალში მეოთხემდე პირველი ორი რაუნდი მოგებული ჰქონდა იზის, მაგრამ მეოთხეში მოახერხა დუპლესისმა რაღაც მომენტში ძირს ჩავიდნენ და შეაჯდა ზურგზე ნეკრენკით, რეარ ნეიქედით დაამარცხა. წეგა როგორც თქვი, ვფიქრობ, რომ იზი ის მებრძოლი აღარ არის, ვინც 4-5 წლის წინ იყო, თუმცა ვერ დავივიწყებთ, რაც ამ კაცს აქვს გაკეთებული. ალბათ middleweight-ში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონი არის და ისტორიაში დარჩება აუცილებლად. ერთადერთი მებრძოლი, ვინც ალექს პერეირა გათიშა UFC-ში, ხალხს აუწყდება ხოლმე. ნახდად არ არის პატარა საქმე პერეირას გათიშვა. ადესანიასთან წაგების მერე ვხედავთ აგერ წონა კი შეიცვალა პერეირამ, მაგრამ რეებ შვება, ხალხს რას უშვება, ჯერ light heavyweight-ში, ეხა სულ მძიმეში ადის. ერთადერთი რაც წააგო, ეს იყო მაგომედ ანკალაევთან და ისიც ძალიან boring decision-ი წააგო, არაფერი ისეთი. რის თქმა მინდა ამით რა, ადესანია არის უმაღლესი დონის მებრძოლი და ფიქრობ მისი ჩამოწერა მაინც არასდროს არ შეიძლება რა, სანამ შეუძლია ოქტაგონზე რომ ფეხი შეადგას, მანამდე მისი ჩამოწერა არ შეიძლება. Joey Bodycam-ով Pfeiffer-ს რაც შეეხება, თავისი ოპონენტისგან განსხვავებით, ის მოდის სამკაციანი winning streak-ით, კარგად გამოიყურება, მანამდე ჯეკ ჰერმანსონთან წააგო. იმ ჯგუფში ჯეკ ჰერმანსონმა სრულიად თავისი გამოცდილებით აჯობა ჯო Pfeiffer-ს, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჯომ პირველი ორი რაუნდი მოუგო, ძალიან მძიმე დარტყმები გაუტარა, მაგრამ ვერ გათიშა იმ პირველ რაუნდში, მერე დაიხალა და მესამე, მეოთხე, მეხუთე რაუნდი ჯეკ ჰერმანსონმა უკვე მოუგო ძალიან მარტივად, დაჟე ბოლოს ისეთი დაღლილი იყო ჯოუი, რომ აქეთ ეჭიდავებოდა ჯეკ ჰერმანსონი, რასაც თავიდან რისი გაკეთების შანსიც 0 ჰქონდა ჯეკ ჰერმანსონს, მაგრამ შემდეგ უკვე დაღლილ Pfeiffer-ს მშვენივრად ეჭიდავა და ძირსაც აკონტროლა. ამ ჩხუბის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ დაბრუნდა ჯო Pfeiffer-ი და ეს 3 ზედიზედ გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ის მებრძოლები, ვისთანაც მოიპოვა ეს გამარჯვება, არ არიან ახლოსაც კი ადესანიას დონესთან. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ჯოუის აქამდე იზისნაირი ტესტი არ ქონია რა. ჯოუი პროსპექტია, ჯერ ახალგაზრდაა, ბევრი ჩხუბიც არ აქვს UFC-ში და მასზე ცოტა უფრო მეც ვილაპარაკებ. ჯო Pfeiffer-ს აქვს უმძიმესი ხელები, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ხელები საერთოდ UFC-ში. ტიპი ბრძოლამდე შიგნიდან ხელებს არც კი ხვევს, ისე გამოდის, ანუ სახუებზე ამბობს უარს და მხოლოდ ერთფენას იკეთებს, რაც აუცილებელია და შემდეგ პირდაპირ იკეთებს ხელთათმანს. მან თქვა, რომ სულ ესე ვარჯიშობს და ბევრად უფრო მოსახერხებელია ასე ჩხუბი. ჯოუი ასევე ჭიდაობს მშვენივრად და ძალიან კაი გრეპლინგი აქვს. თან მარკეზ MMA-ში ვარჯიშობს, ფილადელფიაში ცხოვრობს, შონ ბრედის სპარინგ პარტნიორია და მე წინა ვიდეოებშიც ვახსენე, ეხაც ვიტყვი, ძალიან მიყვარს ეგ დარბაზი და საერთოდ მებრძოლები მაგ დარბაზიდან, თითქმის ყველა მებრძოლი, ვინც UFC-შია და ასევე UFC-ს გარეთაც ვინც არის, ერთ-ერთი არის იცო ბაბულაიძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც დიდი ალბათობით მალე UFC-შიც იქნება და მოკლედ ძალიან გულშემატკივრობ მაგ დარბაზიდან მებრძოლებს, ასე რომ ძალიან დადებითად ვარ ჯოუისკენ განწყობილი. გავაგზავნებ მის სკილებზე ლაპარაკს, მოკლედ ძალიან მძიმე ხელები აქვს, ტექნიკით არც თუ ისე გამოირჩევა, მაგრამ აი ძირითადად მაინც ამ თავისი ხელებით, მძიმესი ხელებით მალევე თიშავს ხოლმე ოპონენტებს, ან ეჭიდავება, ძირს ჩაყავს და იქ ასაბმითებს, ან ground and pound-ით იგებს. ყველაზე დიდი პრობლემა ჯო Pfeiffer-ს რაც აქვს და რაც ვნახეთ ჯეკ ჰერმანსონთან არის მისი კარდიო. პირველ რაუნდში თუ ვერ დააფინიშა თავისი მეტოქე, შემდეგ ექნება ხოლმე პრობლემები და იღლება, იმიტომ რომ მართლა მოსაკლავად იქნებს, ყველა დარტყმას იქნებს მოსაკლავად. და რა თქმა უნდა არ არის ადგილი 5 ან თუნდაც 3 რაუნდი ესეთი მძიმე დარტყმები იქნიო და არ დაიღალო. ჯეკ ჰერმანსონთან ჩხუბის შემდეგ ძალიან ბევრი ინტერვიუ მაქვს ჯოუის ნანახი, სადაც ამბობდა, რომ იცოდა მისი პრობლემა რაშიც იყო და რატომაც წააგო ის ჩხუბი და ამას გამოასწორებდა და ამის ძალიან დიდი იმედი მქონდა, თუმცა კევინ გასტელუმთან, აი წინის წინა ჩხუბი რაც ჰქონდა, კევინ გასტელუმთან ჩვენ ვნახეთ, რომ მესამე რაუნდში მაინც დაიღალა ისე. პირველ რაუნდში ყველაფერი გაარტყა საერთოდ გასტელუმს და 10-8 მოუგო ჩემი აზრით, თუმცა ვერ დააფინიშა, ჩვენ ვიცით თუ როგორი გამძლეა გასტელუმი და აქაც გამოაჩინა მან ეს თავისი თვისება
და აი უკვე მეორეც მოიგო ძლივობით ისიც და მესამეში უკვე ძალიან დაღლილი იყო რა და აქეთ მოუგო გასწევმა მესამე რაუნდი. ძალიან დიდი იმედი მაქვს ახლა უფრო მეტი ექნება ნამუშავები ამ ყველაფერზე ჯოუის, იმიტომ რომ პირველ რაუნდში თუ ვერ გათიშა ადესანიას UFC-ში ძირითადად 5 რაუნდები უფრო მეტი აქვს ნაჭყუბარი ვიდრე 3 და უბრალოდ ვერ მოიგებს ამ ჩხუბს ჯოუი რა. ძალიან გამოცდილია ადესანია ბოლო რაუნდებში მით უმეტეს და რაც უფრო დრო გავა ამ ჩხუბში, ეს ჩხუბი მით უფრო გადაიხრება ყოფილი ჩემპიონისკენ. აღსანიშნავი ფაქტია კიდევ ერთი ჯო პაიფერზე და აუცილებლად უნდა ითქვას, რამდენიმე დღის წინ მან პოსტი გააკეთა, სადაც ამბობს, რომ მან იპოვა ღმერთი, ანუ ქრისტიანობა იწამა და მისი ცხოვრება ახლა სრულიად შეცვლილია და კიდევ უფრო იცვლება. ეს პოსტი მან ახლახანს გააკეთა, თუმცა მე უსმენ ხოლმე მის პოდკასტს შონ რედისთან ერთად და უკვე დიდი ხანია საკმაოდ თვეებია ამაზე ლაპარაკობს იქ. ყველანი ადამიანები ვართ, მარტო ჩხუბი ხო არა, ადამიანმა შეიცვალა თავისი მაინდსეტი შეიცვალა საერთოდ და ნახოთ მოკლედ რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი, იქნება დადებითი ჯოუისთვის თუ უარყოფითი, ამას გავიგებთ ადესანიასთან ჩხუბში. ალბათ მიხვდებოდით ჩემი ნალაპარაკებიდან გამომდინარე, ცოტა სუბიექტური ვიქნები ჩემ არჩევანში ამ ბრძოლაში. ჯოუი არის ის მებრძოლი ჩემი აზრით, ვისაც შეუძლია რომ ძალიან ბევრს მიაღწიოს. ადესანია იყო ჩემპიონი, ხო? და აგერ უკვე 3 ჩხუბია აგებს, მისი мотиваციაც დიდი ალბათობით უფრო დაბლა არის, იმიტომ რომ იცის რომ ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი მას ამ სპორტში, უკვე ძალიან ყველაფერს მიაღწია, ყველაფერი გააკეთა, მეორე ქამარზეც გაიწია რაღაც პერიოდში ბლაჰოვიჩთან რო იჭუბა გვახსოვს, ერთი წონით ზევით ავიდა. ხოლო მეორე მხარეს ჯო პაიფერი ახლა იწყებს, მშიერია, მას უნდა ჩემპიონი გახდეს middleweight-ში. ამ ჩხუბში გვაქვს საკმაოდ ახლო კოეფიციენტები ბუკმეიკერებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე ახლო ჩხუბია ეს. რამდენიმე დღის წინ მახსოვს შევამოწმე და როგორც სწორად არ ვიცი ზუსტად სწორად მახსოვს თუ არა, მაგრამ როგორც ვიხსენებ ახლა ჯო პაიფერი იყო ფავორიტი ამ დაპირისპირებაში, თუმცა დღეს რო ჩავხედე და ახლა რასაც ვყურებ, ანდერდოგი არის პაიფერი, რაც ნიშნავს, რომ ხალხი უფრო ადესანიასგან იხრება ახლა და უფრო ფული ადესანიასკენ მოდის და ზუსტად მაგიტო შეიცვალა კოეფიციენტებიც. 1 და 66 აქვს ადესანიას, ხოლო პაიფერს 2 და 18. საბოლოოდ ამ ბრძოლის განხილვის ბოლოსკენ რო გავიდე, ფიქრობ პაიფერს ძალიან დიდი შანსი აქვს პირველ-მეორე რაუნდში, ანუ თავიდანვე დააფინიშოს ადესანია. თან ნახეთ ახლა ჩვენ ამ ადესანიას ბოლო ბრძოლაში რომ უკვე ფინიშდება და შეიძლება ადესანიას დაფინიშება, ხოლო თუმცა თუ ეს ბრძოლა გაგრძელდა უკვე late რაუნდებში თუ გადავიდა, აი მესამე, მეოთხე, მეხუთე რაუნდი, ძალიან დიდი შანსი ექნება ადესანიას ამ ბრძოლის გამარჯვებაში და როგორც თქვი კიდევ ერთხელ, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო დაიწევს პაიფერის გამარჯვების შანსები ამ ჩხუბში. ჩემ პროგნოზს რაც შეეხება სუბიექტურად ამ დაპირისპირებაში ავირჩევ ჯო პაიფერს. გადავიდეთ co-main event-ზე, ქალბატონების რემატჩი ალექსა გრასო მეისი ბარბერის წინააღმდეგ 5 წლის შემდეგ, წინა ჩხუბი იყო 5 წლის წინ. ეხლა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ალექსა გრასომ ბარბერთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იმ პირველი ჩხუბის შემდეგ ძალიან კარგად წაუვიდა, ასე ვთქვათ, კარიერა, ჩემპიონის გახდა და ტრილოგიაც ჩაატარა შევჩენკოსთან, რაც ამ წონაში და საერთოდ ქალების ორთაბრძოლაში მგონია რომ ტოპზე იყო, ზუსტად ამ ქალ საუკეთესო მებრძოლთან 3 ჩხუბი აქვს ჩატარებული, სადაც 1-1-1 აქვს რა, ანუ 1 მოგება, 1 ფრედა, 1 წაგება აქვს, რაც ცუდი საერთოდ არაა ჩემი აზრით. პირველი ჩხუბი მოუგო ვალენტინას, მეორე ფრემორჩა და მესამე წააგო. ბოლო ჩხუბი უკვე ანუ წააგო და მას შემდეგ კიდევ ერთი ჩხუბი აქვს წაგებული ნატალია სილვასთან, ანუ ორმარცხიანი losing streak-ი აქვს, ხოლო მის მეტოქე მეისი ბარბერს რაც შეეხება, მასაც ალექსა გრასოს მსგავსად იმ ჩხუბის შემდეგ, ანუ იმ მარცხის შემდეგ, გრასოსთან მარცხის შემდეგ 7 კაციანი winning streak-ი აქვს. უბრალოდ 7 ქალიანი winning streak-ი აქვს. თუმცა რა თქმა უნდა, ალექსა უფრო
ბევრად მაღალ დონეზე ჩხუბობდა, თუნდაც ვალენტინასთან აი სამი ჩხუბი, მაგაზე მაღალი დონის ჩხუბი არ არსებობს ამ ზონაში, მაგრამ მეისისაც კარგი ბრძოლები აქვს მოგებული. მეისი ბარბერი არის 27 წლის, ანუ 22 წლის იყო მაშინ, როცა ალექსა გრასოსთან პირველად იჩხუბა, ხოლო ალექსა გრასო იყო 27 წლის, ანუ იმ ასაკში, ბარბერი რა ასაკშიც არის ახლა, როგორც თქვი უკვე ნამყოფია ტოპზე და ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოდის ჩემი აზრით და აი ზუსტად მსგავსი სიტუაცია გვაქვს ამ დაპირისპირებაში, როგორიც მთავარ ბრძოლაში გქონდა. რას თქვი და რას ვილაპარაკე წეღან, ხო? ადესანია უფრო ქვემოთ ჩამოდის, გრასოს მსგავსად, აქ გრასო ყავს მსგავსი მებრძოლი და მეისი ბარბერს დავაყენებდი ჯო პაიფერის პოზიციაში ნელ-ნელა ზევით და ზევით ადიან. მეისი ბარბერს მართალი აქვს 7 ბრძოლიანი winning streak-ი, მაგრამ 1-2 ბრძოლა აქედან ისეთია, რომელიც წესით ჩემი აზრით უნდა წაეგო რა, აგერ ხედავთ 2 ბრძოლას split decisions მირანდა მავერიკთან, ეგ ჩხუბი არ მოუგია რა, მეისი ბარბერს როგორ მისცეს აზზე არ ვარ, თუნდაც ანდრეალისთანაც ძალიან სადაო გადაწყვეტილებაა. სიმართლე გითხრათ, მე ამ გოგოში ვერ ვხედავ დიდ ბევრ skills, არც უმაღლესი დონის striking-ი არ აქვს, არც ჭიდაობა, არც grappling-ი, ყველაფერს აკეთებს ცოტ-ცოტას, მაგრამ რაც აქვს ამ გოგოს და რითიც არის აქამდე მოსული არის თავისი გული და შემართება. თან ძალიან გამძლეა და თავისი აი ამ გამძლეობის და მიწოლის ხარჯზე იგებს ჩხუბებს. ფიქრობ ალექსა გრასო თავის პიკში უკვე იყო, კამარიც მოიპოვა შევჩენკოსთანაც, ჰქონდა ტრილოგია და ახლა ვფიქრობ ნელ-ნელა ქვემოთ და ქვემოთ ჩამოდის და ამ დაპირისპირებაში მგონია თავის ადგილს გადაულოცავს მეისი ბარბერს და მეისი ბარბერი დარჩება გამარჯვებული. გადავიდეთ main card-ის შემდეგ ბრძოლაზე, რომელიც გვაქვს ნიკო პრაისი, მაიკლ კიესას წინააღმდეგ, ორი UFC ვეტერანის დაპირისპირება. ორი კვირის წინ მქონდა მსგავსი დაპირისპირება. თუ უყურებთ ჩემ ვიდეოებს, გემახსოვრებათ ალბათ ბრეტ ტავარესი, ერიკ ენდერსის წინააღმდეგ რაც იყო ორი ვეტერანის დაპირისპირება. დაკაც სადღაც მსგავსი სიტუაცია მგონია, ორივე უკვე ასაკშია, ორივე მებრძოლი, ორივეს ძალიან დიდი კარიერა აქვს UFC-ში გავლილი, თუმცა ნიკო პრაისი შედარებით უფრო ცუდად გამოიყურება ჩემი აზრით ეხლა რა. ბოლო 6 ჩხუბში 5 წაგება აქვს და ერთი თვის წინ იჩხუბა ბოლო ჩხუბი ნიკოლაი ვერეტნიკოვთან, თუ გახსოვთ, standing knockout-ი იყო. ვერაფერი ვერ ქნა საერთოდ და ძალიან ცუდი ლუკია ჩემი აზრით ვერეტნიკოვთან მსგავსი წაგება, ხოლო კიესას რაც შეეხება, კიესას წინა წელს აქვს ბოლოს ნაჩხუბარი, მოგებული აქვს სხვათა შორის სამბრძოლიანი winning streak-იც აქვს, მაგრამ თავის პრაიმთან ახლოსაც არ არის ის, უფრო კარგად გამოიყურება ნიკო პრაისთან შედარებით. პირდაპირ ვიტყვი ამ დაპირისპირებაში კიესას გამარჯვება მგონია, ფიქრობ რომ ნიკო პრაისი ძალიან washed არის უკვე და უბრალოდ ჩეკისთვის ჩხუბობს ახლა. თან ცნობილი ამბავია რომ ნიკო პრაის 10 შვილი ყავს და მგონია რომ UFC ამ შემთხვევაში მას ეხმარება და ზუსტად მაგიტო არ უშვებს ორგანიზაციიდან. ამ დაპირისპირებაში უდიდესი ფავორიტია მაიკლ კიესა, 1.17 აქვს ნიკო პრაისის 4.85 კოეფიციენტის წინააღმდეგ და ხო როგორც თქვი რა, no-brainer-ია ჩემი აზრით. მაიკლ კიესა დარჩება გამარჯვებული ამ დაპირისპირებაში. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს ჯულიან ჯეი ეროსა, ლერიან დაგლასის წინააღმდეგ. ეროსა გახლავთ UFC ვეტერანი უკვე 36 წლის, 31 მოგება, 12 მარცხის წინააღმდეგ. ბოლო ჩხუბი მას აგებული აქვს მელკი კოსტასთან, მანამდე მოგებული აქვს 3 ჩხუბი და ეროსა შეიძლება ითქვას რომ არის ფინიშერი და ძირითადად მაინც ან აფინიშებს თავის მეტოქეს, ან თვითონ ფინიშდება ხოლმე. რეკორდზეც ეტყობა, რომ აქვს საკმაოდ ბევრი წაგება მას, 12 წაგება აქვს უკვე. ჯულიან ეროს ხშირად ითიშება ხოლმე და ასე ვთქვათ, პრობლემა აქვს მას ამაში, უბრალოდ აი ისე არასდროს არ გათიშულა, რომ შემდეგ მიყოლება დასჭიდეს რა. თუ ითიშება, აი პირდაპირ ითიშება რა, ეგრევე იყინება, რაც ძალიან არ მომწონს ეროსასთვის ამ დაპირისპირებაში, იმიტომ რომ ეს ლერიან დაგლასი არის ძალიან heavy puncher-ი, 5 მოგება აქვს ZZ, 5 KO აქვს ZZ, ბოლო 5 მოგება აქვს ნოკაუტით გამარჯვებული და ისეთ მძიმე ჰუკებს იქნევს,
გონია რომ ძალიან დიდი შანსი ექნება ეროსას გაუტაროს ერთ-ერთი, მაგრამ ასევე ეროსაც ძალიან საშიშია როგორც ფეხზე, ასევე მიწაზეც. დაგლასი ძირს ძირითადად არ ჭიდაობს და გრეპლინგში ცდილობს ხოლმე რომ საერთოდ არ ჩაერთოს. არის ცალსახა სტრაიკერი და ძირითადად თავის ჩხუბებში უბრალოდ იცავს ტეიქდაუნისგან თავს, ცდილობს ბრძოლა დატოვოს ფეხზე და შემდეგ იქ დაამუშავოს და გათიშოს თავისი მეტოქე. გვაქვს ორი ძალიან მაგარი ფინიშერის დაპირისპირება და მე პირადად ველოდები აუცილებლად ფინიშ ამ დაპირისპირებაში. ლერიან დაგლასი მოდის დანა ვაიტის კონტენდერების სერიიდან და იქ მან თავისი მეტოქე 36 წამში უგონოდ გათიშა. და ის ზუსტად მსგავსი ნოკაუტები აქვს თავის წინა ჩხუბებში. ფიქრობ ჯულიან ეროს ამ უნდა გამიქსოს, ტეიქდაუნებზე უნდა შევიდეს აუცილებლად და როგორმე შეეცადოს რომ ძირს გადაიყვანოს ორთაბრძოლა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი გრეპლერია. ჯულიან ეროსას გილიოტინა ფიქრობ UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა რა. ისეთი კიდურები აქვს, ხელების და ფეხების ისეთი გრძელი აქვს და ისე კარგად იყენებს გილიოტინის დროს, რომ აი თუ შეკრა, ფეხებს კრავს ხოლმე მეტოქის ზურგზე, ტანს უფიქსირებს და ხელების თუ შეკრა, ვფიქრობ აი მაქედან გამოძრომა შეუძლებელია რა. საკმაოდ დიდი ანდერდოგია ამ დაპირისპირებაში, ჯულიან ეროსა, 3.17 აქვს კოეფიციენტი, დაგლასის 1.34-ის წინააღმდეგ. მგონია უფრო თანაბარი უნდა იყოს, ასეთი დიდი ფავორიტი არ უნდა იყოს არანაირად ლერიან დაგლასი ამ დაპირისპირებაში. ხოლო ჩემ ფიქრს რაც შეეხება, ჩემი პროგნოზი ამ დაპირისპირებაში იქნება 2.5 რაუნდზე ნაკლები. ანუ ფიქრობ რომელიღაც მებრძოლი აუცილებლად დაფინიშდება. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს მანსურ აბდულმალიკი იუსრი ბელგარის წინააღმდეგ. მანსურ აბდულმალიკი ყავს 9-0-ზე რეკორდით დაუმარცხებელი მებრძოლი UFC-ში, რომელიც გადმოვიდა დანა ვაიტის კონტენდერების სერიიდან და 3 ჩხუბი აქვს უკვე UFC-ში ჩატარებული. ერთი აქვს ფრედ კოდი ბრანდეჯთან, ძალიან ცნაური ჩხუბი იყო. თავით დაეჯახა მანსურა კოდის და შემდეგ ისე დააფინიშა. ჯერ მოაგებინეს, მისცეს გამარჯვება მაგ ჩხუბში, მაგრამ მერე რო გადახედეს ჩხუბს თავიდან, ნახეს რომ მართლა ჯერ თავით დაეჯახა და მერე მაგით დავარდა ძირს ბრანდეჯი და მაგით მიყვა. და მაგით გათიშა, ასე რომ შემოატრიალეს ჩხუბი და ფრემისცეს. აქვს ძალიან კარგი მოგებები კარიერაში მანსურ აბდულმალიქს, მაგრამ აი ეს ბრანდეჯთან ძალიან ცუდად ჩანს, იმიტომ რომ ვიცი ბრანდეჯი არ არის მაღალი დონის მებრძოლი და მესამე რაუნდში ისე იყო, რომ ძალიან თანაბარი ჩხუბი იყო რა, 1-1-ზე იყო რაუნდი. და მესამეში ესეთი რაღაც მოხდა, ანუ ვერ უგებდა მარტივად კოდი ბრანდეჯს, რაც არ ჩანს კარგად. თუმცა სხვა ბრძოლებს რო ჩავხედოთ, აი თუნდაც ანტონიო ტროკოლისთან ბოლო ჩხუბი ძალიან მარტივად მოიგო. ტროკოლი ჩვენ ნახეთ წინა კვირას ლონდონის კარზე. ძალიან დაბალი დონის მებრძოლია ტროკოლი, თუმცა უმარტივესად მოუგო ეგ ჩხუბი აბდულმალიკმა მას. ორი ჩხუბი წინ კიდე ნიკ კლეინთან რო ჩავხედოთ მის ჩხუბს, თავიდან პირველ რაუნდში მძიმე დარტყმა გაუტარა ძალიან ნიკ კლეინმა. შემდეგ დააფინიშა მეორე რაუნდში, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია ეს. ჯერ მაინც ახალგაზრდა მებრძოლია, ძალიან კაი დგომი აქვს, კარგად ჩხუბობს დგომში, ანუ კარგად ჩხუბობს მიწაზეც, ძალიან mixed fighter-ია. ჩემი აზრით ყველაზე მეტად მაინც ეს კაცი იყენებს თავის ფიზიკას, ძალიან ფიზიკური მებრძოლია, ძალიან დიდია ამ წონისთვის და ძალიან ჯანზეა რა. მის მეტოქეს იუსრი ბელგარის რაც შეეხება, ზოგსაიტზე მიჩვენებს რომ ჰოლანდიიდან არის წარმოშობით, ზოგან მიჩვენებს ტუნის. არ ვიცი ზუსტად რომელია, თუმცა რა შეიძლება ითქვას ამ მებრძოლზე 9 მოგება აქვს 3 მარცხით. ერთხელ აქვს მარტო UFC-ში ნაჩხუბი, ანუ ნაჩხუბი დებიუტი ჰქონდა, მანამდე კონტენდერებში აიღო კონტრაქტი. ეს იყო მისი რიგით მეორე ცდა კონტენდერებში, პირველი წააგო და ვერ მოიპოვა 3 ჩხუბით ადრე. მარკო ტულიოსთან აქვს ჩხუბი ჩატარებული, დესიჟენით მოუგო იქ ტულიო ვიცით უკვე 5 ჩხუბი აქვს უკვე ჩატარებული UFC-ში, ნაცნობია ჩვენთვის და მაგ ჩხუბში მარკო ტულიომ მესამე რაუნდში გადამწყვეტი რამ გააკეთა, რითაც მოიგო ეს ჩხუბი, ძირს ჩაიყვანა ბელგარი და დაუწყო გაკონტროლება. მსგავსი გეგმა ჰქონდა ბელგარის დებიუტში მის მეტოქეს აზამატ ბეკოევს, თუმცა ვერ მოახერხა. ძალიან heavy wrestling-ი იცადა, თუმცა კარგად იცავდა თავს, როგორც ჩანს, ბელგარის ნამუშავები ჰქონდა, takedown defense-ზე აშკარად და
დაიცვა მოკლედ თავი ძალიან კარგად და მე ისე დაიღალა ბეკოევი მესამე რაუნდში აქეთ დააფინიშა ბელგარიმ. ძალიან დიდი ანდერდოგი იყო ბელგარი მაგ ჩუბში მახსოვს ბილეთშიც მეწერა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჰაიპი იყო ბეკოევზე, თუმცა პირდაპირ ტეიქდაუნებზე შედიოდა რა, აშკარა გეგმა იყო, რომ უნდა ჩაეყვანა ძირს და იქ დაეფინიშებინა ან კონტროლით მოეგო რა. და მგონია რომ ასეთი გეიმპლენით ძალიან გაუჭირდებათ ბელგარის ძირს ჩაყვანა. მგონია რომ თუ გინდა რომ ბელგარის მოუგო, რაღაც უნდა აჩვენო ფეხზეც, იმიტომ რომ როცა დგომში იყვნენ, ძალიან თავისუფლად იყო ბელგარი რა, აი საერთოდ საფრთხეს არ ელოდებოდა ბეკოევისგან და იცოდა რომ ერთადერთი რითიც წააგებდა და რითიც შეძლებდა ბეკოევი მასთან გამარჯვებას იყო ტეიქდაუნები და აი ბოლომდე ტეიქდაუნის დაცვაზე იყო გადასული და როცა ხელს იქნევდა ისე რომ უკან არაფერს არ ელოდებოდა. ბელგარი არის კიკბოქსიორი, რომელიც კიკბოქსიდან არის საერთოდ MMA-ში გადმოსული და არის პოატანის ერთ-ერთი სპარინგ პარტნიორი, ძალიან ახლო მეგობარი, დარბაზშიც ერთად ვარჯიშობენ და საერთოდ პოატანთან კიკბოქსინგში აქვს 3-ჯერ ჩატარებული მატჩი, ბრძოლა უბრალოდ რა მატჩი და აქვს კიდე ადესანიასთან 2-ჯერ კიკბოქსინგში რა თქმა უნდა და მე პოატანის მსგავსად გადმოვიდა MMA-ში და ახლა უკვე UFC-ში ჩაატარებს თავის მეორე ბრძოლას. იუსრი ბელგარისთვის ეს მატჩაპი ცოტა რთული მგონია, იმიტომ რომ მანსურ აბდულმალიკიმ ის მებრძოლი მგონია, რომელიც მხოლოდ ტეიქდაუნებზე არ გააკეთებს აქცენტს, ფეხზეც დაუდგება, თან როგორც თქვი, ძალიან ფიზიკური მებრძოლია და ვფიქრობ ბელგარის მსგავსი დონის მებრძოლი მეტოქე აქამდე არ ყოლია და მით უმეტეს მსგავსი აღნაგობის და ჯანის მქონე. ვფიქრობ ზუსტად აი ეს ფიზიკურობა, მანსურ აბდულმალიკის ფიზიკურობა იქნება გადამწყვეტი ამ დაპირისპირებაში და ჩემი აზრით მანსურ აბდულმალიკი დარჩება გამარჯვებული. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, ძალიან ახლოს pick-em fight-ია, 1.93 აქვს კოეფიციენტი მანსურს, ხოლო ბელგარის 1.93 აქვს. ძალიან ახლო და რა თქმა უნდა ასე უნდა იყოს. მოკლედ ჩემი პიკი იქნება მანსურ აბდულმალიკის გამარჯვება. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს main card-ის ბოლო დაპირისპირება / პირველი დაპირისპირება, იმიტომ რომ ზემოდან ქვემოთ ჩამოვდივარ ჩვენ. ტენეს მაკინი კაილ ნელსონის წინააღმდეგ ალბათ ყველაზე მოკლევადიანი დაპირისპირება ჩემი აზრით, ყველაზე სწრაფად ველოდები ამ ბრძოლის დასრულებას. იქიდან გამომდინარე თუ რა მებრძოლია ტენეს მაკინი და რას აკეთებს ეს კაცი კარიერაში, მას აქვს მხოლოდ ერთადერთხელ მესამე რაუნდამდე მისული თავისი ბრძოლა, ძირითადად პირველ-მეორე რაუნდში ან აფინიშებს თავის მეტოქეს ან თვითონ ფინიშდება. ეს რეკორდზეც ეთყობა 17-8-ზე აქვს, ძმას 25 ჩხუბი აქვს და ერთხელ არის მარტო მესამე რაუნდამდე მისული. 31 წლისაა, ძალიან უყვარს MMA-ის ფანებს მისი სტილი, იმიტომ რომ გამოდის და იქნევს ყველაფერს საერთოდ მოსაკლავად და ცდილობს დაიჭიროს თავისი მეტოქე და შემდეგ აი თუ არ გამოუვიდა, თუ გადაიტანა ეს ქარცეცხლი მისმა მეტოქემ, მერე უკვე იღლება და ძირითადად აქეთ ფინიშდება ხოლმე. არის სტრაიკერი, მაგრამ აქ ground game-იც, ფინიშები აქვს როგორც ნოკაუტით, ასევე საბმიშენებით. ხოლო მის მეტოქეს რაც შეეხება, კაილ ნელსონი, კანადელი მებრძოლი, ბევრად უფრო გამოზომილი, უფრო აწონ-დაწონილი მებრძოლი, 17-6 ბალანსით, 34 წლის. ძირითადად რეგიონალური მებრძოლია და კანადაში აჩხუბებენ ხოლმე, თუმცა ეხლა ამერიკაში ჩხუბობს. აი თუნდაც ეს ბოლო ჩხუბი ფრევოლასთან კანადაში იყო და ძალიან მაგარი ჩხუბია, ძალიან კაი მოგებაა, decision-ით აქვს მოგებული, ძალიან ბევრს ნიშნავს, მე ფრევოლა ძალიან მაგარი მებრძოლია. და სიმართლე გითხრათ არ ველოდი გამიკვირდა მათ ფრეულას რომ მოუგო, თუმცა არ მოგატყუებთ და ბევრჯერ გამაკვირვა ამ კაცმა, ძირითადად სულ ამის წაგებას ვფიქრობდი ხოლმე და ბევრჯერ დაუმტკიცებია რომ უკეთესი მებრძოლია ვიდრე მე მგონია. ორი ჩხუბის წინ სტივი გარსიასთან აქვს წაგებული პირველ რაუნდში ნოკაუტით TKO-ით, მაგრამ სტივი გარსია ძალიან მაგარი მებრძოლია, ძალიან მაღალ დონეზეა უკვე ასული, ეხლა ლოპეს ეჩხუბება თეთრი სახლის ქარზე, ხოლო მანამდე რო ჩავხედოთ ჩხუბებს აგერ ალჯეოსთან აქვს, პადილასთან აქვს, ეს პადილასთან მახსოვს კიდე ძალიან დიდი ანდერდოგი იყო, დიდი ჰაიპით იყო პადილა UFC-ში შემოსული, მოახერხა ნელსონმა
ნელსონმა დაამარცხა ის ბლეიკ ბილდერთანაც ანდერდოგი იყო და დუხუჩოისთან აქვს ფრე. ამ ბრძოლაში კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, მაკინის აქ 1.57, ნელსონს 2.38, რაც ასე თუ ისე სამართლიანია. თუმცა არ ვიცი, აი აქ ძალიან ძნელი არის რომელიმე მებრძოლის არჩევა რა. კაცმა არ იცის რა მოხდება, გადაიტანს თუ არა კაილ ნელსონი ამ პირველ რამდენიმე წუთს, თუ მოახერხებს მაკინი და რამეს გაუტარებს. ხო, მოკლედ ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, გავაკეთებ ძალიან safe picks ამ ბრძოლაში. ჩემი პიკი იქნება ამ ბრძოლაში 1.5 რაუნდზე ნაკლები. არაც თუ 2.5-ზე, იმიტომ რომ 2.5-ზე ნაკლები მგონია 1000%-იანია ამ ჯგუფში და ძალიან დაბალი კოეფიციენტითაა, თუმცა 1.5-ზე ნაკლები მშვენიერი მგონია. გადავიდეთ პრელიმებში, იგნასიო ბაჰამონდეზი, ტოფიკ მუსაიევის წინააღმდეგ. იგნასიო ჩილელი მებრძოლი, რომელსაც 17-6 აქვს ბალანსი. ძალიან მაგარი სტრაიკერი, ძალიან კაი კიკბოქსიორი, ასევე ძალიან კარგი გრეპლინგ სკილებით. ჭიდაობა არ იცის, არ ჭიდაობს, მაგრამ ძირს თუ გადავიდა ბრძოლა ქვემოდან, თავისი ზურგიდან კარგად მუშაობს გრეპლინგში, ჯიუ-ჯიტსუ კარგად იცის, ტრაიანგლები, გილიოტინა კარგად იცის, ასევე მას ბოლო წაგება აქვს ფიზიევთან აზერბაიჯანში, co-main event-ი იყო, სამრაუნდიანი დესიჟენი აქვს წაგებული. თუმცა მანამდე ძალიან კაი სამკაციანი winning streak-ი ჰქონდა ჯელი თერნერის, მანუელ თორეზის და კრისტოს გიაგოსის. მე ძალიან მომწონს იგნასიოს სტილი, ძალიან კაი მებრძოლია, სულ წინ მიდის, არასდროს არ ამბობს უარს გასვლებზე. ხოლო მის მეტოქეს რაც შეეხება ტოფიკ მუსაიევი, მანაც იგნასიო ბაჰამონდესის მსგავსად წინა ჩხუბი ჩაატარა აზერბაიჯანის ქარზე და ტოფიკ მუსაიევი არის თვითონ აზერბაიჯანიდან და ვფიქრობ ზუსტად მაგიტო ჩასვა UFC-მ თავის როუსტერში საერთოდ, იმიტომ რომ როგორც ჩანს ძალიან ცნობილია თავის ქვეყანაში და რაღაც პონჩი ჰაიპიც აქვს და მაგიტო ჩასვეს, თუმცა არც თუ ისე სახარბიელო მაჩაპი მიცეს, მაშინ მიკტიბეგ ოროლბაისთან იჭხუბა და დამარცხდა პირველივე რაუნდში, გადაუარა ოროლბაი, ცალსახად სტრაიკერია ტოფიკ მუსაიევი და მოკლედ ოროლბაიმ ჩაიყვანა ძირს თავისი ჭიდაობით, დააფინიშა პირველივე რაუნდში, კიმურა გაუკეთა საბმიშენი. ეს იყო მისი პირველი ჩხუბი UFC-ში. ასაკითაც 36 წლის არის, არ არის საერთოდ ახალგაზრდა და UFC ძირითადად ესეთ ასაკში შესულ მებრძოლებს არ აძლევს ხოლმე კონტრაქტს და აი ზუსტად ამ მაგის გამო ვფიქრობ, რომ ზუსტად აზერბაიჯანის ქარდის გამო მიიღო შანსი ტოფიკ მუსაიევმა, პირველ ჯგუფში დამარცხდა და ეხლა გადაწყდება მისი ბედი, რამდენად დარჩება UFC-ში. როგორც თქვი, სტრაიკერია ტოფიკ მუსაიევი, ბაჰამონდეზის სტრაიკერია და დაპირისპირებას დიდი ალბათობით, ძალიან დიდი ალბათობით სამივე რაუნდს თუ გაგრძელდა სამივე რაუნდი ვიხილავთ დგომში გაცვლებს. დიდი ფავორიტი ამ დაპირისპირებაში ბაჰამონდესი 1.29 კოეფიციენტი, ტოფიკას 3.53-ის წინააღმდეგ და ჩემი პროგნოზი მარტივად იქნება იგნასიო ბაჰამონდესის გამარჯვება. ჩეის ჰუპერი ლენს გიბსონ ჯუნიორის წინააღმდეგ. ჩეის ჰუპერი ახალგაზრდა 26 წლის მებრძოლი, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია UFC-შია, მას უკვე 12 ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული, უკვე 26 წლის ასაკში. დამეთანხმებით არ არის ნამდვილად ცოტა 12 ჩხუბი ესეთ ასაკში. ბოლო ჩხუბი მას წაგებული აქვს ალექსანდრე ჰერნანდესთან, TKO-ით წააგო, თუმცა მანამდე 5 კაციანი ძალიან მაგარი winning streak-ი ჰქონდა და დიდი ფავორიტი იყო ჰერნანდესთან, ზუსტად მაგიტო იმ დაპირისპირებაში, მაგრამ დაიჭირა ძალიან კარგად დაანოკაუტა ალექსანდრე ჰერნანდესმა. ჩეის ჰუპერი არის ძალიან მაგარი გრეპლერი, რომელსაც უკვე დგომშიც აქვს სკილები, მაგრამ ძირითადად მაინც მიწაზე გადაყვანას ცდილობს ხოლმე თავისი ოპონენტის, რადგან მისი ჯიუ-ჯიტსუ მართლა უმაღლესი დონისაა. აი სუფთა ჯიუ-ჯიტსუ აქვს ძალიან მაღალი დონის, ყველა პოზიციიდან შეუძლია კარგი პოზიციის აღება, ძალიან კაი სვიპები აქვს
და საბმიშენები ხო აქვს და აქვს. მის მეტოქეს რაც შეეხება ლეის გიბსონ ჯუნიორი 9-2-ზე ბალანსით კანადელი მებრძოლი, რომელიც ბელატორიდან გადმოვიდა და წინა ჩხუბი პირველად ჩაატარა UFC-ში ბობი გრინთან, რომელიც წააგო სპლიტით აქვს, სპლიტ დესიჟენით აქვს, ანუ გაყოფილი გადაწყვეტილებით აქვს წაგებული, მაგრამ ცალსახად მოუგო ბობიმ ის ჩხუბი. არ ვიცი რანაირად დაინახა იმ ერთმა მსაჯმა და რანაირად მისცა ლეს გიბსონს ეგ ჩხუბი, მაგრამ საბოლოო ჯამში კიდე კაი მაინც ბობის მიცეს ეგ გამარჯვება. მანამდე ბელატორში მოღვაწეობდა, როგორც თქვი, არ აქვს დიდი კარიერა, სულ 11 ჩხუბი აქვს ჩატარებული პროფესიონალურ კარიერაში, აგერ ჩეის უპერს 12 ჩხუბი ქონდა მარტო UFC-ში, ბევრად გამოცდილია, უფრო ახალგაზრდაა ჩეის უპერი, 5 წლით ახალგაზრდაა და ბევრად გამოცდილია თავის მეტოქეზე ლეს გიბსონზე. ლეს გიბსონი არის მოჭიდავე, თუმცა ვფიქრობ ამ დაპირისპირებაში მისი გეგმა არ ამგონია რომ ჭიდაობა იყოს რა, ვფიქრობ უფრო ფეხზე დაუდგება, შეეცდება ფეხზე ედგეს ჩეის უპერს, რადგან ვფიქრობ ძირს თუ ჩავიდნენ, აი თუნდაც ლეს გიბსონმა რომ გადაიყვანოს და ზევიდან იყოს, ძალიან დიდი შანსი ექნება ჩეის უპერს რომ ან დასვიპოს და შემდეგ რამე მტკინვეული მოუნახოს, ან თუნდაც ქვემოდან შეუკრას რამე. ამ დაპირისპირებაში ჩეის უპერი არის ფავორიტი 1.37 კოეფიციენტით, ლეს გიბსონის 3 კოეფიციენტის წინააღმდეგ, რაც მგონია რომ სამართლიანია და ჩემი ფიქი მაგაც იქნება კიდევ ერთი ფავორიტი ჩეის უპერი ლეს გიბსონის წინააღმდეგ. შემდეგი დაპირისპირება ქალების ჯახი კეისი ოუნილი გაბრიელა ფერნანდესის წინააღმდეგ. კეისი ოუნილი ყავს 28 წლის შოტლანდიელი მებრძოლი 10-2-ზე ბალანსით. 2 წელია მას არ უჩხუბია, ბოლო ჩხუბი აქვს ლუანა სანტოსთან ჩატარებული, მოგებული აქვს, თუმცა მანამდე მახსოვს წააგო ეგ მაგ ჩხუბის წინა ჩხუბი არიანე ლიპსკისთან იყო და არბარი წააგო და მოთყდა იქ ხელი. შემდეგ როგორც ჩანს აღიდგინა და 1 წელში აქვს ჩატარებული აი ეს ლუანა სანტოსთან ჩხუბი გამარჯვება სადაც აქვს მოპოვებული და იმის მერეა 2 წელი არ გვინახავს. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია მის მიმართ, რასაკეთებდა ეს 2 წელი, რატო არ ჩხუბობდა, ალბათ ტრავმა ჰქონდა, არ მაქვს ინფორმაცია. მოკლედ ამ დაპირისპირებაში გავიგებთ რამდენად ფორმაშია. ხოლო მის მეტოქეს რაც შეეხება გაბრიელა ფერნანდეზი არის საკმაოდ აქტიური მებრძოლი 11-3-ზე ბალანსით და მას აქვს ბოლო 3 სამბრძოლიანი winning streak-ი, რაც ძალიან კაი winning streak-ია რა ქალების დივიზიონში ვფიქრობ ეს 3 ბრძოლიანი winning streak-ი ძალიან კარგად გამოიყურება ჩემთვის. ბოლო ჩხუბი აქვს ჯულია სტოლიარენკოსთან მოგებული დესიჟენით, რაც კარგი გამარჯვებაა. მანამდე აქვს კონგ ვენგთან მოგებული ჩინელ ჯოუკერთან, რომელიც ძალიან მაგარი მებრძოლია, ძალიან მაღალი დონის მებრძოლია, ძალიან მაგარი სტრაიკერია. პირველი რაუნდი წააგო მაშინ კონგ ვენგთან მახსოვს გაბრიელა ფერნანდეზმა, თუმცა გადაიტანა კონგ ვენგის ეს ძლიერი პირველი რაუნდი და მეორე რაუნდში ჩაიყვანა ძირს ერთ მომენტში და რეარ ნეიქედით დაასაბმითა, ხოლო მანამდე აქვს კარლ ჯუდისთან გამარჯვება სპლიტით, რაც არის ძალიან მაგარი მოგება რა, იმიტომ რომ კარლ ჯუდისი მართლა ძალიან მაღალი დონის მებრძოლია, ძალიან მაღალი დონის სტრაიკერია და ძალიან კარგად ჩანს გაბრიელა ფერნანდეზის წარსულში ეს მოგება. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ამ დაპირისპირებაში, ანდერდოგია კეისი ოუნილი 1.72 აქვს კოეფიციენტი გაბრიელა ფერნანდეზ, ხოლო კეისი ოუნილს აქვს 2.08. ძალიან რთულია ამ ბრძოლაში ალბათ კეისი ოუნილის არჩევა, არ ვიცი ვინ ენდობა, იმიტომ რომ 2 წელი არ უჩხუბია და ყველაფერს რო თავი გავანებოთ ძალიან დიდი დროა რა, სკილებს და ყველაფერი რო დავივისხოთ კეისი ოუნილის 2 წელი, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია, ვერანაირად ვერ ვენდობი, თან გაბრიელა ფერნანდეზი ბევრად უფრო მომწონს და ამიტომაც ჩემი პროგნოზი და ჩემი პიკი იქნება გაბრიელა ფერნანდესის გამარჯვება. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, ჰევივეითების მძიმეწონოსანი ბიჭების ჯახი მარჩინ ტიბურა ტაირელ ფორტუნის წინააღმდეგ. კიდევ ერთი პოლონელი წინა ქარტის შემდეგ მარჩინ ტიბურა ჩაატარებს თავის ბრძოლას ეხლა ამ კარტზე.
მას ბოლო ჩხუბი წაგებული აქვს დელიჰასთან წააგო პირველ რაუნდში სამწუხაროდ ძალიან ბალეშიკობდი მაგ ჩხუბში მანამდე მიკ პარკინგთან აქვს მოგებული და ჯონათან დინისთან რაც ძალიან კაი მოგებებია თუმცა მიკ პარკინგთან არ ვიცი როგორ მიცეს სამივე მსაჯმა მისცა ტიბურას და ფიქრობდი პარკინგი უფრო იმსახურებდა მაგ ჩხუბში გამარჯვებას როგორ დაითვალეს არ ვიცი აზე არ ვარ თან ინგლისში იყო ეგ ჩხუბი და მიკ პარკინგი ინგლისელია და მეგონა რომ ბრძოლა რო დამთავრდა მეგონა რომ უეჭველი მიკ პარკინგს მიცემდნენ მაგრამ ტიბურა დარჩა გამარჯვებული ძალიან კაი გრეპლერია ძალიან კაი მოჭიდავეა ასაკშია ტიბურა აუცილებლად უნდა ითქვას 40 წლის არის უკვე მართალია heavyweight-ია და ყველაზე მეტად heavyweight-ებს არ ეთყობათ ასაკი, იმიტომ რომ ძალა არსად არ მიდის და სისწრაფით ისედაც არ გამოირჩევიან სისწრაფით, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია, მისი მეტოქე 35 წლისაა, ტაირელ ფორჩუნი 17-3-ზე რეკორდით, რომელიც მებრძოლი, რომელიც არის გადმოსული ბელატორიდან. კი არა და ბელატორში აქვს საერთოდ კარიერა დაწყებული, თუმცა ბოლო 3 ჩხუბია იმის მერე რაც დაიშალა ბელატორი, წამოსულია და სხვაგან ჩხუბობს და ეხლა გააკეთებს თავის დებიუტს. სამკაციანი ვინინგ სტრიკი აქვს ბოლოს, ყველა KO-თი აქვს დამთავრებული, რაც ჩავხედე ამ კაცის კარიერას, სტრაიკერია და უყვარს დგომში ბრძოლა და გაცვლები, რაც მგონია რომ ტიბურასთვის არ იქნება ახალი, იმიტომ რომ ძირითადად მაინც მსგავს მეტოქეებთან უწევს ხოლმე ტიბურას გამკლავება. კოეფიციენტებში ტიბურა ყავს ანდერდოგი 2-დან 0 კოეფიციენტით, ფორჩუნის 1-72 კოეფიციენტთან. საკმაოდ ახლოს არის კოეფიციენტები, ფიქი იქნება მარჩინ ტიბურა. შემდეგი დაპირისპირება ქვემძიმე წონოსნების ჯახი ნავაჰო სტირლინგი ბრუნო ლოპეზის წინააღმდეგ. ნავაჰო სტირლინგი გახლავთ მებრძოლი, რომელიც არის ისრაელ ადესანიას ჯიმიდან, კი არა და სპარინგ პარტნიორები არიან, ვიცი რომ ძალიან ახლოს არიან და ძალიან ბევრ კემპში ეხმარებოდა სტირლინგი იზის. მას აქვს 3 ჩხუბი ჩატარებული UFC-ში, კონტრაქტი აქვს დანა ვაითის კონტენდერების სერიიდან მოპოვებული, KO-თი აქვს კონტენდერების სერიაში გამარჯვება, ხოლო მის შემდეგ 3-ვე ჩხუბი UFC-ში რაც ჩაატარა, აქვს დესიჟენით მოგებული ჯორჯ ტოკოსთან, ივან ერსლანთან და ბოლო ჩხუბი როდოლფო ბელატოსთან. 3-ვე ძალიან გამძლე მებრძოლი იყო. ფიქრობ UFC-ს ძალიან მოსწონს სტირლინგი და მასზე ფსონებს ჩამოდიან მომავალში და ეხლა ვიტყვი რომ მგონია ბრუნო ლოპეზი იმისთვის მიცეს რომ თავისი პირველი highlight knockout-ი აიღოს UFC-ში. ძალიან მძიმე დამტყმელია, ძირითადად სტრაიკერია, თუმცა აქვს ground skill-ებიც. თავს იცავს კარგად takedown-ებისგან, მაგრამ თვითონ აქეთ ინიციატორი არასდროს არ არის ჭიდაობის, ურჩევნია დგომში იყოს, ხოლო მის მეტოქე ბრუნო ლოპეზს რაც შეეხება 14-2-ზე ბალანსით, მას აქვს UFC-ში ჩატარებული 2 ჩხუბი, ერთი პირველი მოგება აქვს და ბოლო წააგო ჯაკობისთან KO-თი და მას აქვს კონტენდერების სერიაში მოპოვებული კონტრაქტი და იქ ჩვენი ქართველი მიხეილ საჟინიანი ცემა მეორე რაუნდში დააფინიშა TKO-თი. წეან თქვი უკვე რაც და როგორც მგონია ამ დაპირისპირებაში მგონია რომ სტირლინგი ნოკაუტით გაიმარჯვებს. უდიდესი ფავორიტია რა თქმა უნდა სტირლინგი 1-12-ია კოეფიციენტი, ხოლო ბრუნო ლოპეზ 5-90. შემდეგი დაპირისპირება რიკი სიმონი ედრიან იანეზის წინააღმდეგ. რიკი სიმონი 33 წლის მებრძოლი 22-7-ზე ბალანსით. ბოლო ჩხუბი რაუნდი ბარსელოსთან აქვს წაგებული, თუმცა მანამდე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა სმადერმენთან და ბაშარატთან აქვს მოგებული ჯავიდ ბაშარატთან. ჯავიდ ბაშარატის ის პირველი რაუნდის KO რაც გააკეთა ძალიან მოულოდნელი იყო ყველასთვის. ძალიან მაგრამ გაისროლა რიკი სიმონმა მაგ დაპირისპირებაში. მანამდე სამკაციანი losing streak-ი ჰქონდა, თუმცა საკმაოდ მაღალი დონის მებრძოლებთან, ვინისიუს ოლივეირა, მარიო ბაუტისტა და სონ იადონგთან. რიკი სიმონი არის მოჭიდავე ძირითადად, აი ეს მძიმე ჭიდაობა უყვარს. თუ იცის ხოლმე რომ მისი მეტოქე დგომში აუცილებლად დაჩაგრავს მას, ძალიან მძიმე ჭიდაობაზე გადადის რა და სულ ცდილობს takedown. ხოლო ედრიან იანეს რაც შეეხება, ედრიან იანესი არის
სტრაიკერი, მხოლოდ სტრაიკერი, ძალიან მაგარი მოკრივე, ძალიან კაი ხელებით, 17-6 ბალანსით, მისი კარიერა ამ ბოლო დროს არც თუ ისე კარგად მიდის, მახსოვს რამხელა ჰაიპი ქონდა მას თავიდან, აფინიშებდა ყველას საერთოდ, აი ეს 4 კაციანი winning streak-ი, 4-ვე KO აქვს და 4-ვეში აქვს ბონუსი აღებული. ეს იყო 2021 წელს, ანუ ძალიან დიდი დროა გასული იმის მერე, ეს 3 ჩხუბი აქვს 2021 წელს ჩატარებული და მერე მეოთხე 2022-ში და აი ამის მერე წაგებული აქვს რობ ფონთან, რობ ფონტმა თავიდანვე დაიჭირა ძალიან დიდ დარტყმაზე და პირველ რაუნდში დააფინიშა. ძალიან დიდი ფავორიტი იყო სხვათა შორის მახსოვს იანეზი მაგ დაპირისპირებაში. მერე ჯონათან მარტინეზმა ლეგ-კიკებით მოუგო. ისე დაუზიანა რომ უბრალოდ ბრძოლის გაგრძელება მეორე რაუნდში ვეღარ შეძლო იანეზმა. მერე ვინისიუს სალვადორთან აქვს პირველ რაუნდში მოგებული, თუმცა არ თუ ისე კაი მოგებაა, ეს ვინისიუს სალვადორი უკვე ძალიან ბებერი მებრძოლი იყო და ამ ჩხუბის მერე საერთოდ გაუშვეს UFC-დან და ბოლოს ეხლა ბოლო ჩხუბი რაც აქვს ჩატარებული 2 წლის წინ, საკმაოდ დიდი დროა თან გასული, დანიელ მარკოსთან split decision-ით აქვს წაგებული და იმ ჩხუბში ზუსტად მარკოსმა გაუმიქსა და ტეიქდაუნებს უკეთებდა და მასე მოუგო. რაც ზუსტად მგონი ამ დაპირისპირებაში რიკი სიმონის გეგმა იქნება, როგორც თქვი, თუ იცის რიკიმ რომ ფეხზე დაიჩაგრება, მიქსავს თავის სტილს და ჭიდაობას იწყებს. რაც ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანურია. კოეფიციენტით რო ჩავხედოთ 1.66 აქვს რიკი სიმონს, ფავორიტია. აიდრიანიანის 2.18 აქვს, ხოლო ჩემ ფიქს და ჩემ პროგნოზს რაც შეეხება, მე ვიტყვი ამ ბრძოლაში 2.5 რაუნდზე მეც. და მივადექით ბოლო ჩხუბს, პირველ ჩხუბს, პრელიმების პირველ ჩხუბს, ალექსია ტაინარა, ბრუნა ბრასილის წინააღმდეგ, ქალების დაპირისპირება გვაქვს და ძალიან მარტივია ეს ჩხუბი, ყველაზე დიდი ფავორიტია ამ ქარზე საერთოდ ტაინარა და ტყუილა არ არის. ძალიან მაგარი მებრძოლია, ძალიან მაღალი დონის მებრძოლია, ჯერჯერობით 2 ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული, მაგრამ ფიქრობ ამ გოგოს top 5-ში ვიხილავთ აუცილებლად, ძალიან ფიზიკური მებრძოლია, დგომშიც კარგად დგას და ძირსაც უმაღლესი დონის ჭიდაობა აქვს და თან საბმიშენებიც აქვს. უყვარს ტეიქდაუნები ბერძნულ რომაული სტილის, აი წელს ზემოთ უკრავს ხოლმე ხელებს თავის მეტოქეს და ისე ჩაყავს ხოლმე ძირს ჩარლზ ოლივეირას სტილში, წინა ჩხუბში მაქს ჰოლოვეისთან როგორც ჩაყავდა მაქს ჰოლოვეი მსგავს სტილში და შემდეგ უკვე ძირს ძალიან მაგრა ამუშავებს თავის მეტოქეებს. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ ჩხუბში ბრუნა ბრასილზე, 11-6 აქვს ბალანსი, ძალიან mid fighter-ია და მგონია რომ აუცილებლად დამარცხდება ამ დაპირისპირებაში. 6 და 25 აქვს კოეფიციენტი ბრუნა ბრასილს. ტაინარას აქვს 1.11-ზე. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. დიდი იმედი მაქვს ჩვენი პიკები კიდევ ერთხელ გაამართლებს და მექნება მესამე კვირიანი winning streak-ი, ასე ვთქვათ, კარგად მივდივარ. და ხოლო იმ მეორე ვიდეოს რაც შეეხება, ჩავწერი მეორე ვიდეოს, როგორც თქვი, betting ვიდეოს და უფრო სხვანაირად განვიხილავ ჩხუბებს. მოკლედ დაელოდეთ, მალე ჩავწერ და დავდებ იმ ვიდეოსაც. და თუ მოგეწონათ ვიდეო, რა თქმა უნდა, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დამიკომენტარეთ თქვენი აზრი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.